მოგესალმებით, ეს მეც კრიპტომია და ჩვენ მისი წამყვანები ლევან ალავიძე და ნინი ჯალაბაძე ვართ. აქ კვირას სამედიცინო სიახლეებით დავიწყოთ ნიკოტინი ძლიერი ადიქციური პოტენციის მქონე ნივთიერება, რომლის ზემოქმედება კოკაინისა და ჰეროინის მიერ გამოწვეულ დამოკიდებულებების ანალოგიურია. კვლევები ადასტურებს იმასაც, რომ მწვერვალთა 70%-ს სურს მოწევა შეწყვიტოს, თუმცა სტანდარტული თერაპიული მეთოდები ნაკლებ ეფექტურია მათ შემთხვევაში. ამიტომ დღის წესრიგშია უფრო ეფექტური ფარმაკოლოგიური და ფსიქოთერაპიული გზების პოვნა, სადაც ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ჯადოსნური სოკოების, ძირითადად ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოდელიკების გამოყენება განიხილება. ბავშვობაში ჩვენი ტვინი ძალიან ადვილად სწავლობს ახალ რაღაცებს, ენებს, მოძრაობებს, სოციალურ უნარებს. ამ პერიოდს მეცნიერები კრიტიკულ პერიოდს ეძახიან. ნეირომეცნიერი გული დოლენი ხანგრძლივი კვლევებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ნივთიერებას ტვინში ეგრეთ წოდებული კრიტიკული პერიოდების ხელახლა გახსნა შეუძლია. ტვინი დროებით იღებს შესაძლებლობას ძველი ჩვევები, შიშები ან ტრამვული რეაქციები უფრო მარტივად შეცვალოს. ახლა მეცნიერები იკვლევენ, შეიძლება თუ არა ასეთი მიდგომა დაეხმაროს დეპრესიას, ტრამვის შემდგომ სტრესს და დამოკიდებულებებს, სოციალურ ურთიერთობების სირთულეებსაც. ჩვენი შემდეგი სიახლე კი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევას უკავშირდება. ის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს იმედის მომცემ სიახლეს თავაზობს, სავარაუდოდ ინსულინის მალე ნემსის გარეშე კანის გავლით მოიხმარენ. მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური პოლიმერი, რომლის ეფექტურობა უკვე წარმატებით გამოსცადეს ლაბორატორიულ პირობებში, თაგვებსა და ხორიელში ტარებულ კვლევებში. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პოლიმერთან ქიმიურად დაკავშირებულმა ინსულინმა, რომელიც ცხოველებს კრემის სახით წაუსვეს კანზე, სისხლში წარმატებით შეეძლო შეემცირებინა გლუკოზის დონე. ინოვაციური მიდგომა პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს დაავადება კანზე დაკრული ჩვეულებრივი პლასტირებით მართონ. ბიოინჟინერი იუქსინ შენის განცხადებით, წამლის ტრანსდერმული შეყვანა მედიცინის დიდი ხნის ოცნებაა, რადგან რეგულარული ინიექციები და დიდ დისკომფორტთან დაკავშირებული ნემსის გამოყენება გამოწვეულია სტრესთან, ფიზიკურ ტკივილთან, კანის დაზიანებასთან და ხშირად მკურნალობის რეჟიმის დარღვევასთანაც კი. ინსულინის მიღება აბების სახით კი შეუძლებელია, რადგან ის კუჭში არსებული მჟავის გამო იშლება და აქტიურობას კარგავს. საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია როშმა სამედიცინო საზოგადოებას ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა NGS-ი წარუდგინა. NGS-ი, ანუ New Generation Specialist, ახალი თაობის სპეციალისტებს წარმოადგენს გრძელვადიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმაზე, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის იქმნება. პროგრამის მიზანია თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოება. დღეს ჩვენ სტუდიაში მასპინძლობთ მაკა ასათიანს, როშ ჯორჯიას დირექტორს და ნინო განუგრავას, როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორს. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ ჩვენი სტუმრები ხართ. გაბატონო მაკა, პირველ რიგში თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, იმიტომ რომ როდესაც ვესწრებოდი ამ შეხვედრას და პლატფორმის წარდგენას კონფერენციას, იქაც მქონდა ეს შეკითხვა, რომ საიდან დაიბადა საერთოდ იდეა, რომ ესეთი ინიციატივა წარგედგინათ ახალგაზრდა ექიმებისთვის. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მიხარია რომ თქვენც დაესწარით ჩვენს ღონისძიებას. კომპანია როში ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სამედიცინო საზოგადოებასთან. ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ეს არის ექიმებთან კომუნიკაცია. ზუსტად ამ კომუნიკაციის დროს გამოვლინდა საჭიროება, რომ ახალი თაობა, რომელიც ჩვენი მედიცინის მომავალს წარმოადგენს, ცოტა განსხვავებული მიდგომა ჭირდებათ, განსხვავებული საჭიროებები აქვს. და ზუსტად ამ იდეის ირგვლივ გავერთიანდით ორგანიზაციაში შევქმნით ეს პროექტი, რომელიც მიმართული არის, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ახალგაზრდა ექიმების განვითარებას, სწავლა განვითარებისთვის. ხოდანინო, კითხვა რომელიც გამიჩნდა, უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ, რა არის NGS-ი, რას ნიშნავს Next Gen Specialists და რა მიმართულებებს აერთიანებს ეს? დიდი მადლობა ასევე მოწვევისთვის. NGS-ი ეს არის Next Generation Specialist, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართულად ნიშნავს ახალი თაობის სპეციალისტები და ეს არის როშის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ექიმების და რეზიდენტების მხარდაჭერას საგანმანათლებლო მიმართულებით. იგი აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას, სადაც ინოვაციები მედიცინაში ყველაზე უფრო სწრაფად ვითარდება და სადაც როშ აქვს ძალიან დიდი და ღრმა ექსპერტიზა. ეს გახლავთ ნევროლოგია, ონკოლოგია, ოფთალმოლოგია და ჰემატოლოგია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ძალიან დაეხმარება საქართველოში მომავლის მედიცინის განვითარებას, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ექიმებით ქმნიან მედიცინის მომავალს.
დიახ, ეს ზუსტად ეს შეკითხვა მქონდა, რომ თქვენ როდესაც ორივეს ჰქონდათ პრეზენტაცია, იქ ადგილზევე ჩაატარეთ რაღაცა გამოკითხვასავით, კითხვებს უსვამდით აუდიტორიას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა ექიმების პასუხები და მინდა ვიკითხო, რომ ჩვენ მომაყურებელმაც რა უფრო მეტი გაიგოს, რა გამოიკვეთა, რა მიმართულებები აინტერესებთ უფრო ახალგაზრდა ექიმებს, რაში ხედავენ პრობლემას, რის გადაჭრას ელოდებიან ამ პლატფორმით, აი ეს რო გაგვიზიაროთ გაბატონო მაგა. კი ბატონო, ნამდვილად საინტერესო მონაცემები მივიღეთ იქ დამსწრე საზოგადოების გამოკითხვით. თუმცა აქ უნდა ალბათ გაიყოს ორი მიმართულება. ერთი, რომელიც არის სამედიცინო ცოდნის გაღრმავება და დღეს დამეთანხმებით, რომ დღევანდელ რეალობაში ცოდნის მოძიება არ არის, ინფორმაციის მოძიება არ არის ისეთი რთული, ვინაიდან სულ რამოდენიმე წამში შეიძლება უახლოეს ინფორმაციას დაეუფლოს ექიმი, მაგრამ არის ასევე მიმართულება, რომელიც ეგრეთ წოდებული soft skills განვითარებას უწყობს ხელს, ვინაიდან იმისთვის, რომ დღეს იყო ლიდერი ასევე მედიცინაში საჭირო არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, საჭირო არის ემპათიის გამოვლენა პაციენტების მართვაში და გარკვეული სკილები, რომელიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომ ისინი უფრო წარმატებული და ლიდერი ექიმები გახდნენ. დიახ, კითხვა რომელიც ასევე მინდა დაგისვათ, რო შევხედოთ ამ უშუალოდ მონაწილეების მხრიდან. რას აძლევს მათ ეს პროგრამა? ძალიან საინტერესო კითხვაა და ნამდვილად გეტყვით, აი როგორც მაგამაც აღნიშნა, ჩვენი მიდგომა იქნება საერთო 4-ვე მიმართულების ახალგაზრდა ექიმებისთვის. ერთის მხრივ ჩვენ დავეხმარებით მათ, რომ გაიუმჯობესონ სამედიცინო ცოდნა და აი აქ გვექნება ვორქშოპები, მასტერკლასები, კონფერენციები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და მეორე მხარე ის, რაც დაავადების მიღმა და ხშირად უყურადღებოდ რჩება ხოლმე, ის რომელიც აუცილებლად ჭირდება თანამედროვე ექიმებს. ეს არის ეფექტური კომუნიკაციის უნარები, ეს გახლავთ მონაცემების შეკრება, მისი ანალიზი, პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალებში, ის რომ ფეხი აუწყონ თანამედროვე ციფრულ ტრანსფორმაციას, ასევე ნეტვორკინგი, როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო დონეზე. და სურათ აი ამაზე დაფუძნებით ჩვენ 5 ძირითადი მოდული ვიმუშავეთ და იქვე მენტით ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელი იქნებოდა ყველაზე უფრო პრიორიტეტული, რომ იქიდან დაგვეწყო ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, გამოიკვეთა, ეს არის აკადემიური ლიდერობა, ანუ როგორ გახადოს ექიმმა თავისი პრაქტიკა სამეცნიერო ღირებულებად კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის გარეშეც და აი ჩვენი შემდეგი ნაბიჯი უკვე დავაანონსეთ, რომ იქნება ეს და ალბათ უახლოეს ხანში ჩვენ მოვიწევთ ექიმებს ამ მოდულზე დასასწრებად. კი, თქვენ 4 მიმართულება ახსენეთ, რომელიც იყო ასევე კონფერენციაზე, ჩვენ ვესწრებოდით ამ ღონისძიებას და რამდენიმე ექიმის მოსაზრებაც მოვისმინეთ და მოვუსმინოთ ახლა ჩვენს ეთერში მათ მოსაზრებებს. თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოება და პროფესიული განვითარება. ეს იმ ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის მთავარი მიზნებია, რომელიც კომპანია როშმა ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შექმნა. პროექტის პრეზენტაცია გავმართეთ. NGS-ი ეს არის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის. ეს არის პროგრამა, რომელიც ახალი თაობის სპეციალისტებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს მისცემს განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტული კომპანიისგან ასეთი მასშტაბური საგანმანათლებლო ინიციატივა პირველია. შესაბამისად, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის ბრენდინგისა და კომუნიკაციების ნაწილში ვარ მხარდამჭერი. NGS-ის წარდგენის ღონისძიებიდან მიღებულმა უკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ ეს პროექტი ახალგაზრდა ექიმებს დაეხმარება წინსვლაში, კარიერულ ზრდაში და სწორედ ეს პროგრამა იქნება ის შესაძლებლობა, რომელიც მათ პროფესიულ ნაბიჯებს კიდევ უფრო გაამყარებს. პლატფორმა სამედიცინო სფეროს 4 ყველაზე სწრაფად განვითარებად მიმართულებას აერთიანებს: ონკოლოგიას, ჰემატოლოგიას, ნევროლოგიას და ოფთალმოლოგიას. სწორედ ამ სფეროებში ახდენს ინოვაცია რეალურ გავლენას პაციენტის ცხოვრების ხარისხზე. სამედიცინო საზოგადოება თან ხვდება, რომ მუდმივი განათლების გარეშე დარგის წინსვლა წარმოუდგენელია. ახალგაზრდა ექიმებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეზიაროს იმ დიდ პრობლემებს, რომელიც დღეს მსოფლიო მედიცინის წინაშე არსებობს. როდესაც ასეთი მძლავრი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია, კარგად მოგეხსენებათ, მაინც
მოგებაზე, აი ამდენ ენერგიას ხარჯავს ახალგაზრდების განათლებაზე. ყოველთვის სრულს გამოთქვამს, რომ მას ხელი შეუწყოს აი ამ განათლებაში. რამე თუ განათლებაში და ცოდნის განახლების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი და განსაკუთრებით მედიცინაში. პროგრამის მასშტაბურობასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე მიუთითებს ისიც, რომ პრეზენტაციის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ეს მემორანდუმები საფუძველს უყრის მყარ კავშირს სამედიცინო სექტორსა და წამყვან ორგანიზაციებს შორის, რაც ახალგაზრდა მედიკოსებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად ტრანსფორმირებაში დაეხმარება. რაც შეეხება კომპანია როჟ და კომპანია როჟის მიერ დაინიცირებულ პროექტს, ეს არის ნამდვილად ძალიან საინტერესო და ნამდვილად ძალიან დიდი მომავლის მქონე პროექტი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია კომპანია როჟთან ერთად გქონდეს იმის საშუალება, რომ ჩვენ გაუზიაროთ, ესე ვთქვათ, ვიყოთ ჩვენ თვითონ გავხდეთ მენტორები ახალგაზრდებისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტები, რომელიც ეხება, ესე ვთქვათ, სამეცნიერო კვლევით მასალების მოპოვებას, შემდგომში მათ დამუშავებას და გამოქვეყნებას. პროფესიული ამბიცია, დიდი მიზნები და мотиваცია. ეს ის მთავარი მუხტია, რომლითაც მოწვეულმა სპიკერმა მედია ტაბატაძემ პრეზენტაცია დაასრულა. NGS-ი არ არის უბრალოდ მორიგის საგანმანათლებლო პლატფორმა. ეს არის ინვესტიცია ქართული მედიცინის ხვალინდელ დღეში, რომელსაც სწორედ ეს ახალგაზრდები შექმნიან. საინტერესოა ძალიან და კითხვა რომელიც გამიჩნდა კაპიტან მაგათ თქვენთან უშუალოდ რა არის როშეს როლი ამ პროექტში? როშის როლი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ვინაიდან საერთაშორისო კომპანია, რომელიც 125 წელზე მეტია არსებობს და ქმნის მედიცინაში და არა მარტო მედიცინაში, როგორც მკურნალობაში, ასევე დიაგნოსტიკაში ინოვაციურ მიდგომებს და ცვლის საერთოდ გარკვეული დაავადებების მართვას. მას აქვს დაგროვილი უამრავი და უზარმაზარი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება, საერთაშორისო ექსპერტების ქსელი და ზუსტად ეს უზარმაზარი ცოდნის გაზიარება გვინდა რომ მოვახდინოთ ჩვენი ახალგაზრდა ექიმებისთვის და ხელი შეუწყოთ და ასე ვთქვათ დავაჩქაროთ ცოდნის უფრო მეტად სწრაფად მიღება. ნინო, თქვენც გითხავთ უშუალოდ მემორანდუმზე, რომელიც პარტნიორების და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 10-მდე თუ 10-ზე მეტი ორგანიზაცია არის ჩართული ამ მემორანდუმში და რას ცვლის მათი ჩართულობა და როგორ ეხმარება ამ ინიციატივას, ესეც რო ვთქვათ? დიახ, ნამდვილად ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ უკვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ 9 პროფესიულ ასოციაციასთან 4-ვე მიმართულებით, რომლებიც დღეს ძალიან გამოცდილები არიან და ისინი არიან ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული ასოციაციები საქართველოში. ჩვენ მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განგვეხორციელებია წარსულშიც, რომლებმაც ნამდვილად პაციენტების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. მათი ჩართულობა ამ პროექტში მყარ საძირკველს ქმნის, რა თქმა უნდა, და აქედანაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოუხადო მდობისა და მხარდაჭერისთვის. მათი მხრიდან მემორანდუმი მოიცავს იმას, რომ მათი მხრიდან მოხდება ამ პროექტის პოპულარიზაცია, მონაწილეების შერჩევა, ასევე თავად იქნებიან ჩართულები აი ამ პროფესიულ განათლებაში, რომელიცაც პროექტი მიზნად ისახავს. და ჩვენი მხრიდან ეს იქნება ორგანიზაციული მხარდაჭერა და მათთან ერთად ამ პროექტის განხორციელება. კაპიტან მაგა, როგორც მოვისმინეთ სიუჟეტში, დღეს უკვე არაერთხელ შევეხეთ, ეს არის დიდი ინვესტიცია ახალგაზრდებში. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს სწორედ ახალგაზრდა ექიმებში მოხდეს და რას ელით ამ ინვესტიციიდან ასე ვთქვათ? ძალიან კარგი კითხვაა და მგონი პასუხიც ძალიან მარტივი არის, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ახალგაზრდა ექიმები, რომლებიც ჩვენი მედიცინის მომავალს წარმოადგენენ. ამიტომ კომპანიის მხრიდან დღეს ინვესტიცია, ეს არის ინვესტიცია მომავალში. ამიტომ მომავალი ნიშნავს უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი მკურნალობის შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, უკეთესი პაციენტი, რომელიც კმაყოფილი იქნება მკურნალობით და ასევე რადიკალურად შეიცვლება კიდევ მრავალი დაავადებების მკურნალობა და მიდგომა. როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა ექიმი თავად დიდი მადლობა მეგრად გიხადოთ ამისთვის და ამ პროექტის ორგანიზებისთვის. დიდი მადლობა. ძალიან მადლობა ამ პროექტისთვისაც, ინიციატივისთვის და სტუმრობისთვისაც. ძალიან საინტერესო იყო, ასევე საინტერესო იყო კონფერენციაზე ყოფნაც და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ორივეს. მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა. ერთი კვირის წინ მოგიყევით ძალიან საინტერესო ტელემედიცინის სტარტაპ Medveritas Global-ზე, რომელიც სახლიდან გაუსვლელად გაკავშირებთ ამერიკაში მომუშავე გამოცდილ ექიმებთან.
რადგან ამ პროექტს ძალიან გამოსილი პროფესიონალები უდგნენ სათავეში, ჩვენ პერიოდულად გაგაცნობთ მათ ექსპერტულ მოსაზრებებს ბევრ სამედიცინო საკითხზე. დღეს გავისაუბროთ ამ კომპანიის დამფუძნებელ თამარ ჭელიძეს. ის არის ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიდერი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტი. თამარი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიოტექნოლოგიური კომპანია Roche Diagnostics-ის ამერიკულ ფილიალში ინფექციური დაავადებების სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გლობალური ჯანდაცვის, დიაგნოსტიკისა და სამედიცინო ინოვაციების სფეროში და აქტიურად არის ჩართული თანამედროვე პაციენტზე ორიენტირებული ნაცვის განვითარებასა და სისტემების ტრანსფორმაციაში. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ თამარი დღეს მის პირად მოსაზრებებს გაგვეცნობს და მესკრიპტომთან ის არისაუბრებს Roche-ის სახელით. ხაბატონ თამარ, მოგესალმებით, დიდი მადლობა ინტერვიუზე რომ დავთანხმდით. ჩვენი პირველი კითხვა შეეხება თქვენი მუშაობის მთავარ სფეროს, განსაკუთრებით ერთ-ერთ წამყვან ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში ინფექციური დაავადებების მიმართულებით. რეალურად რას ნიშნავს ეს როლი? ლევან, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის და ასე ვთქვათ, ინტერვიუსთვის. რეალურად, როდესაც ადამიანებს ესმის ბიოტექნოლოგიური კომპანია, პირველი რაც თავში აცრათ მოსდით არის განსაკუთრებით დიაგნოსტიკური კომპანიები, არის ლაბორატორიები, ტესტები, აპარატურა. თუმცა ჩემი როლი გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, ფართოა და ესე რომ ავღწერო ერთი წინადადებით სიტყვაზე ვიტყოდი, რომ ეს არის ხიდი უახლეს მეცნიერებასა და რეალურ კლინიკურ პრაქტიკას შორის. და კერძოდ მე მუშაობ სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტში და სამი მიმართულება მეკუთვნის, ასე ვთქვათ, ეს პირველი არის განათლება, მეორე მიმართულება, რასაც ვაკეთებ, ეს არის სამეცნიერო მტკიცებულებების მოძიება. ჩემი საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი არის მართლა აი ამ მონაცემების შეგროვება და ამ მონაცემების ანალიზი. რაც ზოგადად ხელს უწყობს, რომ სამედიცინო ასე ვთქვათ, გაიდლაინების და სტანდარტების ფორმირებაში შეუწყოს ხელი. და ამას საკმაოდ დიდი დეპარტამენტი არის, რომელთან ერთადაც მუშაობ და ესეთი ტიპის ანალიზებს თავიდან დატას ვაგროვებთ და შემდეგ უკვე ანალიზს ვაწარმოებთ. და მესამე ეს უკვე არის რეალური ცვლილებების გატარება. ეს რეალური ცვლილებები აი დავუშვათ ინოვაცია შეიძლება ჰქონდეს და გრანდიოზულიც იყოს, მაგრამ ამა თუ არ მიაღწია პაციენტამდე, ან დავუშვათ კლინიცისტამდე და შემდგომ კლინიკამდე და შემდგომ პაციენტამდე, ამას დავუშვათ არანაირი დიდი დატვირთვა აღარ აქვს და შესაბამისად სარგებელი. რაც ახსენეთ ამაზე მინდა კითხვა დაგესვათ ასევე, რატომ არის სწორი და დროული დიაგნოსტიკა ასეთი მნიშვნელოვანი თქვენ სფეროში? მედიცინაში ხშირად ყველაზე დიდი პრობლემა თვითონ დაავადება არ არის არასწორი დიაგნოზი, რომელიც აკარგვინებს დროს უფრო წვავი პაციენტს და ასევე ექიმს, რომ ასე ვთქვათ, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და შედეგი არის, რომ არის დაგვიანებული მკურნალობა და შესაბამისად არასასურველი ეფექტი. როდესაც პაციენტს მკურნალობენ მხოლოდ მაგალითად სიმპტომებზე ან ისტორიაზე დაყრდნობით, ამას ჩვენ კლინიკურ დიაგნოზს ვეძახით, აი მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად თუ კი რამდენადაც შესაძლებელია, რომ სიზუსტესთან მიიყვანოს ექიმი, აი პრაქტიკულად უნდა თავიდან ავიცილოთ ექიმებმა, ანუ ჩვენ უნდა ყველაფრით ვეცადოთ, რომ ზუსტი გამომწვევი რა არის ამ დაავადების, ეს შევისწავლოთ, რომ მდგომარეობა არ გამძიმდეს და დაუშვათ კრიტიკული დროც არ დაიკარგოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სხვათა შორის ინფექციური დაავადებაში, სადაც მსგავსი კლინიკური სიმპტომების მიღმა სრულიად განსხვავებული პათოგენის შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ძალიან გავს ბევრი, ასე ვთქვათ, გამომწვევის სიმპტომები ერთმანეთს და შესაბამისად ისტორიას. სწორედ ამიტომ ახლა მეტად გადადის დიაგნოსტიკა სწრაფ დიაგნოსტიკაზეც. რეაქტიული მედიცინიდან დღეს უკვე მსოფლიო პროაქტიულზე გადადის. ანუ რას ნიშნავს? ეს არის პრევენცია და სკრინინგი. მთავარი ფოკუსი არ არის დაავადების მკურნალობა. ეს ვიცით, რომ მკურნალობა ისევ და ისევ დიაგნოსტიკაზე დაფუძნებულია და ჩვენ მერე მივსდევთ დაუშვათ პროტოკოლებს და ამის მიხედვით პაციენტის მართვას ვაწარმოებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების აღმოჩენა. ჩვენ ეს ერთ ინფექციას იზოლირებულად არ უყურებთ. როდესაც პაციენტი მოდის, რატომ არ უყურებთ? იმიტომ რომ ეს ურთიერთდაკავშირებული პრობლემაა, ესე აღვქვათ და სოციალურ ფაქტორთან არის ასევე შეხებაში. მაგალითად, მაგალითი
რომ ამოყვანოს შიცის ინფექცია ისე ხო დაუშვათ ამ შემთხვევაში როცა ადამიანს ეს ეჭვი გვაქვს ჩვენ ამ ადამიანს ასევე უნდა გავუკეთოთ სხვა სექსუალურ დაავადებებზე ტესტირება ასევე ვირუსულ ჰეპატიტებზე ამიტომ ეს კომპლექსურია პაციენტის შემთხვევაში ინტეგრირებული მიდგომა და დროის ეფექტური დახარჯვა როგორც ექიმის ასე პაციენტისთვის ძალიან კრიტიკული და მნიშვნელოვანია და ამისკენ მიდის მეტად და მეტად დღეს უკვე მსოფლიო. საბოლოო ჯამში წამყვანი კომპანიები ბიოტექნოლოგიური დიაგნოსტიკის მიმართულებით ზუსტად აი ამ ტენდენციების ავანგარდში არიან ჩართულები დღესდღეობით და მათი მთავარი წარმატების ასე ვთქვათ ფორმულა და ამაში მეც გულისხმობ და ჩემი გუნდი ჩემს კომპანიაში ეს არის ინტეგრირებული ციფრული და სამედიცინო გადაწყვეტილებების შექმნა რომლებიც ჯანდაცვის ამზემოთ ხსენებულ გამოწვევებს კომპლექსურად უპასუხებს. რომ მოგვიყვეთ უშუალოდ Medveritas Global-ზე უფრო მეტი როგორ შეიქმნა ეს სტარტაპი, რადგანაც ამ იდეის უკან და რა მიზნები აქვს ამ კომპანიას. Medveritas Global-ის ძალიან ბუნებრივად და აი მართლა აი ამ ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე დაიბადა. ამავდროულად ახლა წლების განმავლობაში იქიდან გამომდინარე რომ მე ამერიკაში უკვე 26 წელია მუშაობ და ცხოვრობ და მოღვაწეობ ძალიან ბევრი ქართველი მეკავშირდებოდა პაციენტების ოჯახები მათ სურდათ ან დაუშვათ პროფესიონალის პოვნა დაუშვათ რთული დიაგნოზების გადამოწება ან უბრალოდ იმისთვის მეკავშირდებოდნენ რომ აი ძალიან მძიმე სიტუაციებში იყვნენ და მათ მეტი სიცხადე და თავდაჯერებულობა სჭირდებოდათ და მათთვის ემოციურად ძალიან მძიმე ტვირთი იყო იმ დიაგნოზის მიღება და აღიარება, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. სწორედ აი ამან დამანახა, რომ რამდენად დიდი საჭიროება არსებობდა უსაფრთხო, უფრო ორგანიზირებული და მაღალი დონის პლატფორმის შექმნისთვის. Medveritas Global-ი დღეს სინამდვილეში ორ ფუნქციას ატარებს და ეს მინდა რომ კარგად აღვნიშნო, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო პაციენტებისთვის, რაც პირველადი ასე ვთქვათ мотиваცია იყო, რა თქმა უნდა, რომ მათთვის მეტი სიცხადე და ნდობა მიმეცა, რამდენადაც პაციენტებს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი ამერიკის წამყვანი სპეციალისტებისგან. ეს ასევე არის ქართველი ექიმებისთვისაც ინიციატივა, სხვა შორის აი მეორე მევახსენე ინიციატივა და დროს უნდა მეთქვა მეორე ნაწილი Medveritas მისიის, ანუ ეს არის ახალი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ დავაანონსებთ ივნისში და აი ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ მისი თავი ფუნქცია იქნება ქართველი და ამერიკელი ექიმების კოლაბორაცია, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ ასე ვთქვათ, ვქმნით ერთობლივ კონსილიუმის და რთული შემთხვევების განხილვის პლატფორმას. სხვადასხვა მექანიზმით იქნება ეს და ამას ძალიან ასე ვთქვათ, გამჭირვალედ მივაწოდებთ საზოგადოებას, ექიმებს და აქ უკვე ეს იქნება სტრუქტურული სივრცე, სადაც ექიმებს შეუძლიათ იმეგობრონ, გაცვალონ რთული кейსების ასე ვთქვათ, მაგალითები და ერთმანეთს დაეხმარონ. ჩვენი მიზანია მართლაც რომ ქართულ კლინიკისტებს ვქონდეთ პირდაპირი და ასე ვთქვათ, კომფორტული კავშირი ამერიკელ კოლეგებთან, რაც მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ყოველდღიური პრაქტიკისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება და ასევე ვფიქრობ, რომ ამერიკელი კოლეგებისთვისაც. და ბოლოს კითხვა, რომელიც დარწმუნებული ვარ აინტერესებს ყველა პაციენტს და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა პრინციპით არჩევთ Medveritas-ის გუნდის წევრებს? პირველ რიგში უყურებთ, რომ იმის მიღმა, რომ ლიცენზია აქვს და ბორდ სერტიფიკაციაც აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ სპეციალისტები გვყავს. ამიტომ ბორდ სერტიფიკაციაც უნდა გქონდეს იმ მიმართულებით, რაშიც ის არის ექიმი. უნდა იყოს ასევე აღიარებული ექიმი, დაუშვათ აქვს რაღაც სამეცნიერო ნაშრომები, ასევე გამორჩეული ემპათია. აქ არის მექანიზმები, რითაც ამას ხედავ. რამდენად პაციენტებს ის მოწონთ, რამდენად ჩართული არის თავის პროფესიულ განვითარებაში, როგორი ნაშრომები აქვს და ასე შემდეგ. მერე ჩვენ მას უნიშნავთ ინტერვიუებს, გვაქვს სულ მცირე 1 საათიანი დიალოგი ასეთ სპეციალისტებთან და მერე მასაც უნდა რა თქმა უნდა მოვეწონოთ, უნდა ვუხდით ჩვენ როგორ ვაკეთებთ მერე ვიგებთ მისგან დაუშვათ რატომ არის მოტივირებული და აი ამაზე დაფუძნებით უკვე ორივე მხარე ვიღებთ გადაწყვეტილებას. არ არის მარტივი პროცესი, თითო ადამიანის სპეციალისტის ასე ვთქვათ ონბორდინგი ჩვენს პლატფორმაზე დაახლოებით 60 კვირას უდრის.
ბევრი ფაქტორის იქ ლეგალური ნაწილიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კონტრაქტი იქ ასე ვთქვათ დასწრება, ყოველთვის მანაც უნდა განიხილოს და მასაც რო ჭირდება ყოველ ძალიან დაკავებულია, მაგრამ დაახლოებით ეს არის. ახლა რაც შეეხება ვინ არიან ეს დავუშვათ კლინიცისტები, ჩვენ ყავს ძალიან ბევრი წამყვანი კლინიკებიდან დაწყებული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან დამთავრებული იელის, UCLA უნივერსიტეტებიდან ესენი არიან მაგალითად კარლა ლოკენი, რომელიც არის საკმაოდ ცნობილი, ასე ვთქვათ, გინეკოლოგი, მიანკინეკოლოგი, რომელსაც ასევე თავისივე ორგანიზაციაც კი ჰქონდა დაარსებული, მან მიიღო გაიდლაინებშიც მონაწილეობა ამერიკის აშშ-ს ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად. ასევე ყავს რუპა პატელი, ეს არის ინფექციონისტი, რომელიც აღიარებული ექიმია, სულ რაღაცა აპრილის თვეში მან ის წამოვიდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მაგრამ მიიღავდა სტრატეგია შიცის და აიდ ინფექციის მიმართულებით, კერძოდ პროფილაქტიკის მიმართულებით. ის არის ასევე პრაქტიკოსი ექიმი და ასე ვთქვათ, არის ძალიან ბევრ კვლევებში ჩართული. ასევე აღნიშნავ ნინო მიქაბერიძეს, რომელიც არის ჩვენი წამყვანი რევმატოლოგი, ასევე თანადამფუძნებელი. დავიცე ძალიან თითქმის ყველათი ძალიან ამინდა რომ ეს სახელები გამოვყო, იმიტომ რომ ისეთერად გამოვა, რომ თითქოს ვიღაცას უკეთებ მეტ დაუშვათ PR-ს, ასე ვთქვათ, ვიდრე ხოს ვიდრე ყველა მართლა ძალიან გამორჩეული. ახლა თქვენ რომ მითხარით ვებსაიტიც აქვს, ვებსაიტზე ჩვენ არც გვიდევს ყველა სახელი კონკრეტული მიზეზის გამო, მხოლოდ რაღაც 9-10 სპეციალისტი არის ჩამოთვლილი, მაგრამ აი ყველა მართლა გამორჩეულია ძალიან და ძალიან მიჭირს ამით თქვა. ერთი რაც მინდა აღვნიშნო, ეხლა გვაქვს ძალიან დიდი და სასიხარულო ამბავი, ჩვენ მემორანდუმს ვაფორმებთ წამყვან და უძველეს American Women Medical Association-თან, რომელიც არის ქალების სამედიცინო ასოციაცია, მხოლოდ სპეციალისტები ყავთ და სადღაც 1500-ზე მეტი და ისინიც ძალიან ასე ვთქვათ, გახარებულები არიან ჩვენთან თანამშრომლობის დაწყებით. მათ როგორც აღნიშნე, ბევრი სპეციალისტი ყავთ და დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი ციკიდანაც მოუდებათ ჩვენთან შემოერთება, ჩვენც მოგვიდება მათთან თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი და მეტი ექიმი შემოგვიერთდება. დღესდღეობით სადღაც 25-მდე უკვე შემოერთებულია ჩვენს პლატფორმაზე. ხაბატონი თამარ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ძალიან საინტერესო თემებს შევახეთ და ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოში უკვე გახდება შესაძლებელი სამედიცინო ისტორიის გადამოწმება და მეორე აზრის მოსმენა ამერიკაში მომუშავე ექსპერტებთან. 23 მაისს თბილისში საქართველოს კოლორექტულ ქირურგთა საზოგადოების ორგანიზებით პირველი კონგრესი გაიმართა. შეკრება 200-ზე მეტ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა. მომხმარებლებმა ერთმანეთს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს. მეცხრე ესწრებოდა ამ ძალიან საინტერესო ღონისძიებას და გაესაუბრა მის ორგანიზატორს და ჩვენი აზრით ყველაზე საინტერესო სტუმრებს. ჩვენ გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ საქართველოს კოლორექტულ ქირურგთა ასოციაცია. ამ ასოციაციის მიზანი არის ამ მნიშვნელოვანი დარგის ხელშეწყობა, იმიტომ რომ ყოველწლიურად მზარდი პრობლემა არის. ზოგადად კოლოპროქტოლოგიური ავადმყოფობები ყოველწლიურად მატულობს. მნიშვნელოვანი არის პროფესიონალთა შორის ურთიერთკავშირების შექმნა, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. სწორედ ჩვენი დღევანდელი კონფერენციის მიზანი არის კოლორექტული დაავადებების, კოლოპროქტოლოგიური დაავადებების ზოგადი მოხილვა, თანამედროვე სამკურნალო და სადიაგნოსტიკო საშუალებების განხილვა. დღეს მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ანალურ ფისტულასა და კრიპტებზე, მაგრამ მე ყურადღებას გავამახვილებ კრონის დაავადების შემთხვევებზე. როგორ ამოვიცნოთ, რა ჩივილებია დამახასიათებელი და რატომ სჭირდება განსხვავებული მიდგომა. იმედი მაქვს გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს, რაც აქამდე დაგვიგროვდა. განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ კოლორექტალური ქირურგიით. ასევე მსურს ვისაუბრო მომავალზეც, რადგან ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტისა და ახალი რობოტული სისტემების დანერგვით ქირურგიული პროცედურები მთლიანად შეიცვლება. ხელოვნური ინტელექტის სარგებელზე კვლავ თანხმდებით. მას შეუძლია ჩვენს მაგივრად დაწეროს წერილები, გააკეთოს ანალიზი, გადაჭრას რთული ამოცანები და საბოლოო ჯამში ცხოვრება გაგვიმარტივოს.
თუმცა ზოგჯერ უდიდეს კომფორტს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მეცნიერები სულ უფრო ხშირად გვაფრთხილებენ ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენებით გამოწვეულ კოგნიტურ დაქვეითებას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროცესი, როცა ჩვენ ტვინს ვართმევთ ფიქრის ფუნქციას და მას მანქანას ვაპარებთ. რა გავლენას ახდენს ეს პროცესი ჩვენს მეხსიერებაზე, იწვევს თუ არა ტვინის გამოფიტვას, ეგ ეწოდებულ brain rots და ნამდვილად გვართმევს თუ არა AI კრიტიკული აზროვნების უნარს. უფრო მეც ამთავრდა ჩვენი მუდმივი სტუმარი არსენ სებისკვერბაძე მოგუყვება. არსენ, გამარჯობა. მოგესალმებით, ლევან ნინი. იქამდე სანამ უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტზე გადავალთ, უნდა გავიხსენოთ ეგრეთ წოდებული Google-ის ეფექტი. ჯერ კიდევ ინტერნეტის საყოველთაო გავრცელებისას მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ადამიანებმა ფაქტების დამახსოვრება შეწყვიტეს და მათ აღმოაჩინეს, რომ ამის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ამ ინფორმაციის ნებისმიერ დროს ინტერნეტში მოძიება შეეძლოთ. სამწუხაროდ დღეს უარეს რეალობაში ვართ, რადგან თუ კი Google-ში მხოლოდ ინფორმაციას მოვიძიებდით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანებმა თავად აზროვნების პროცესი და ამოცანების გადაჭრის უნარი გადააბარეს ხელოვნურ ინტელექტს. მე ცოტა საეჭვოდ ვუყურებ მაგ მოსაზრებას, რომ შეიძლება რაღაცნაირად ადამიანის კოგნიტური თვისებები დააქვეითოს. ანუ მაგიტო ამოწმებ არსებობს თუ არა რაღაც კვლევა, იმიტომ რომ ყველგან ძალიან დიდი სარგებელი მოიტანა, მათ შორის ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სამედიცინო სფეროში და არა მხოლოდ და რა ამბობს კვლევები, ესეც რო გითხრა. ნინი, კვლევები არსებობს, რა თქმა უნდა, და ეს კვლევები არის შოკის ბომბურელი. მაგალითად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი კვლევა. სტუდენტები დაჰყვეს 3 ჯგუფად და თითოეულ ამ ჯგუფს დაავალეს ესეც დაწერა. იმ განსხვავებით, რომ მაგალითად პირველი ჯგუფი მხოლოდ საკუთარი უნარით, საკუთარი გონებით შეძლებდა ამ ესეც დაწერას, მეორე ჯგუფს შეეძლო Google-ის გამოყენება, ხოლო მესამე ჯგუფს ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ ChatGPT-ის. და ანუ თავარი აზრი ამ კვლევის იყო ის, რომ მთელი პროცესის განმავლობაში მათი ტვინის აქტივობა სპეციალური აპარატით აკვირდებოდნენ და როგორც აღმოჩნდა, ის სტუდენტები, რომლებიც საკუთარი გონებით და საკუთარი უნარით წერდნენ ამ ესეს, მათი ტვინის აქტივობა იყო ძალიან მაღალი. ისინი, ვინც Google-ის იყენებდნენ, ასევე მათი ტვინის აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ ისინი, ვინც ChatGPT-ს იყენებდნენ, ანუ ხელოვნურ ინტელექტს, მათი ტვინის აქტივობა დაეცა 55%-ით. მგონი ვიღაცები, ვინც იყენებენ ChatGPT-ს, როცა ესეს წერენ, მე მგონია, რომ ყოველთვის მე ეს ტვინის შესაძლებლობები სხვა რაღაცაში ითარგმნება, ანუ თუ შეიძლება არ დაწეროს ესე, იმიტომ რომ შეიძლება არ გქონდეს უშუალოდ აი ეგ სკილები და ეგ შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, რომ რაღაცნაირად წეროს, გამოხატოს და შეიძლება სულ სხვა თვისებებში იყენებდეს საკუთარ ტვინს და რაღაცნაირად მაინც ჯერ კიდევ საეჭვოდ ვუყურებ, ბოლომდე მოგისმენ. კარგი, კიდევ ერთი არგუმენტი მაშინ, ლევან, ნეირომეცნიერები გვაფრთხილებენ შემდეგ რამეზე. შენც ახსენე სიტყვა სიღრმისეული ფიქრი და ანალიზი არის ის რაც ჩვენთვის ადამიანებისთვის არის გადამწყვეტი, ანუ ყველაზე მთავარი რამ. და თუ კი ეს პროცესი ანუ რეგულარულად არ გაგრძელდება, თუ ჩვენი აზროვნების პროცესს ხელოვნური ინტელექტით ჩავანაცვლებთ, მაშინ ტვინი გამოიფიტება და მისი განვითარება შეწყდება. ნეირომეცნიერები ამ პროცესს ადარებენ GPS ნავიგაციაზე დამოკიდებულებას. ცნობილი ფაქტია, კვლევებითაც დასტურდება, რომ GPS-ის ფართო დანერგვასთან ერთად ადამიანებში სივრცითი მეხსიერება დაქვეითდა, რამაც თავის მხრივ ხანდაზმულებში ალცჰაიმერისა და დემენციის განვითარებას შეუწყო ხელი. ანუ დროთა განმავლობაში თუ ჩვენ ამ პროცესს ასე გავყვებით, შესაძლებელია სრულად რომ ტვინის განვითარება შეწყდეს. ანუ ჩვენ ტვინი არ უნდა ვამყოფოთ კომფორტის ზონაში, რასაც შენამბობ დინი, რომ რაღაც თქვა გარკვეული დავალებები გადავავალოთ მას. ანუ ეს არ უნდა მოვახდინოთ, რადგან ტვინი გაზარმაცდება. ალბათ ფიქრი საკუთარ თავზე, რაღაც პრობლემებზე, არ ვიცი, ანალიზზე, არ უნდა მივანდოთ ბოლომდე მას და მე ჩვენც მის მიერ მოწოდებული ფაქტები ჯობია რომ გავაანალიზოთ ალბათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა ძალიან ფაქტების შეგროვებაში, რაღაცა კვლევებში, როცა გინდა რომ ბევრი ინფორმაცია ერთად შეაჯამო, შეადარო რაღაცას, არ ვიცი, კინოზე დაელაპარაკო ნებისმიერ რამეზე, ალბათ კარგი საშუალება, მაგრამ ალბათ რაღაცა ტიპის წითელი ხაზი უნდა იყოს, რომ ყველაფერი არ მიანდო AI-ის, რასაც შენამბობ, იმიტომ რომ მაგის საფრთხე ალბათ არსებობს ნამდვილად. ხო, და კითხვა არის გამოსავალი მაშინ, ხო? ამ ყველაფრის ფაზე. მეცნიერები მხარს უჭერენ გამოსავალზე თუ საუბრობთ ჰიბრიდულ მიდგომას. ანუ მათი აზრით, ადამიანმა და ხელოვნურ ინტელექტმა უნდა ითანამშრომლოს რთული ამოცანების გადასაჭრელად. და ანუ ესეთ მიდგომას უჭერენ მხარს, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა ვაქციოთ ჩვენს ინტელექტუალურ სპარინგ პარტნიორად. შენ რაც ახსენე ნინი, მაგალითად ტექსტების მოძიება, თქვათ, ინფორმაციის დამუშავება, ამ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი იდეები, ჩვენი ტექსტები და ვთხოვოთ მას, რომ გაგვაკრიტიკოს. და როდესაც გაგვაკრიტიკებს, უკვე უნდა დავიწყოთ ამ ტექსტების და მასალების დამუშავება, რაც მოგცემს ორ შედეგს. ეს ჩვენი არგუმენტები, ეს ჩვენი ტექსტები, ეს ჩვენი მასალები უკეთესი იქნება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი ტვინი არ შეწყვეტს განვითარებას და მოკლედ ინტელექტუალური ძალისხმევა გაიზრდება. მგონი რომ ჩვენ ვერ მივალთ სასრულო გასასვლელამდე ამ საუბრის მეშვეობით, თუმცა ნიშნავენ განვიხილოთ რეალურად ის საფრთხეები, რაც გვაქვს. და ასევე ისიც რომ ბევრი საგებელი მოაქვს და ავწონოთ რა და უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დიდი მადლობა, რომ ამ თემაზე გვესაუბრე.
საინტერესოა ძალიან საინტერესოა. გამჭირდებები. მოგესალმებით. დღეს მოგიყვებით პაციენტების იმედზე და თავშესაფარზე, რომელსაც ისინი ერთ-ერთი პირველი მიმართავენ კიბოს დიაგნოზის დასმის შემდგომ. დიაგნოსტირების შემდგომ პაციენტები ებრძვიან არა მხოლოდ დაავადებას, არამედ შიშს, გაუგებრობას, ინფორმაციის ნაკლებობას და ხშირ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემებსაც კი. პაციენტები გავლენას ახდენენ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, დიაგნოსტიკაზე, მკურნალობაზე და ისინი სასიკეთოდ ცვლიან ერთმანეთის ყოველდღიურ ცხოვრებას. აქ ამ სივრცეში პაციენტები ერთმანეთს ამხნევებენ, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და ერთად იბრძვიან უკეთესი მკურნალობისა და საკუთარი უფლებების დაცვისთვის. პაციენტები იწვევენ ცვლილებებს საკანონმდებლო დონეზე, ამცირებენ ბარიერებს და ერთმანეთს აძლევენ ძალას, რათა გახდნენ საკუთარი მკურნალობის დაგეგმვის აქტიური მონაწილეები. დღეს ვისაუბრებთ ევროპადონა ჯორჯიაზე და ასევე ჰოუპზე. ევროპადონა ჯორჯიას თავისი არსებობის 20 წელი შეუსრულდა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ევროპადონა ჯორჯია და მათი პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი. ანა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წარვადგინო ის უნიკალური მიღწევები, რაც ამ გოგონებთან ერთად გაქვს გაკეთებული მთელი ამდენი წლის განმავლობაში. მე მინდა პირველი კითხვა ისეთი მკითხოთ, რომ ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი დაარსების მიზანი. რა არის ევროპადონას ის მთავარი მიზანი, რომელიც პირველი დღიდან გაქვთ და აგრძელებთ დღემდე? ძალიან ამაყივა რომ წარმოვადგენ ევროპადონა ჯორჯიას და უბრალოდ სათავეში რაც იყო იმაზე და მინდა რომ თქვა ორი სიტყვით. 1994 წელს იტალიაში შეიქმნა ესეთი ორგანიზაცია, პაციენტთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ევროპადონა, რაც ნიშნავს ევროპელ ქალბატონს. და ესეთი უნიკალური კონცეფცია ჰქონდა, რომ პაციენტთა უფლებებისთვის და მკურნალობის ხელმისაწვდომობისთვის იბრძოდნენ. ფაქტობრივად იმ დროს ეს აქტუალური საკითხები იყო. კონცეფცია იმდენად მოეწონა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ ევროპადონა მალე გაჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში. და დღეს უკვე 57 ქვეყანაში ყავს წარმომადგენლობა და სიამაყით ვიტყვი, რომ საქართველოს 2006 წელს შეუერთდა ამ დიდ ოჯახს და 2006 წლიდან ვიბრძვით რომ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ ქართულ ონკოლოგიაში და ქართველი ონკოპაციენტებისთვის. ანა, ჩვენ ვიცით, რომ აი ამ ორგანიზაციებს და კონკრეტულად პაციენტთა ორგანიზაციებს აქვს რამდენიმე ფრთა და რამდენიმე მიმართულება. ერთ-ერთი არის ადვოკატირება, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა, ცნობიერების ამაღლება და ასე შემდეგ. აი ადვოკატირების კუთხი ძალიან ბევრი გაკეთებულა საქართველოში 2006 წლიდან დღემდე და დღესაც ძალიან ბევრი მიზნისკენ მიდიხართ და იბრძვით. აი ყველაზე მთავარი მიღწევები რა არის თქვენი ორგანიზაციის, რაც დღეს ონკოლოგიაში ჩვენთვის როგორც ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაგეკეთებინათ. ჩვენი ორგანიზაციის მიზნები ადვოკატირებასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის პაციენტთა უფლებების დაცვა, არის მკურნალობის ხელმისაწვდომობა. პრინციპში ადვოკატირების ნიშაშია ეს ყველაფერი მოქცეული, ცნობიერების ამაღლება, თუნდაც მკურნალობის, თუნდაც ასე ვთქვათ, ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ. ამ ყველაფერს ერთად ვითავსებთ და რა თქმა უნდა, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა პაციენტებისთვის და პაციენტთა ოჯახის წევრებისთვის. 2006 წელს თქვენ დაიწყეთ და იყო პრობლემები ხელმისაწვდომობაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე, ასევე ფინანსური პრობლემები იყო, ვიცი რომ სრული დაფინანსება სულ რამდენიმე წელია, რაც მოიპოვეთ ეს. კი, დაფინანსებები არ ქონდა. ხო, რა თქმა უნდა, აი ყველაზე მთავარი, ვთქვათ, პროექტები, რაც თქვენ გაგიკეთებიათ. ჩემი დიაგნოზიდან 3 თვეში გავიცანი საოცარი გოგო ნინი ვარდიაშვილი, 4 შვილის დედა, რომელსაც სჭირდებოდა ჰერცეპტინი და იმ პერიოდში ძალიან ძვირი ღირდა ჰერცეპტინი და 18 გადასხმა იყო საჭირო და ძალიან მწვალობდით. და ის სწორედ ნინი გახდა ჩემთვის მოტივატორი. მაშინ მით უმეტეს გამოცდილებაც არ მქონდა, როგორ რა უნდა გამიკეთებინა. მოტივატორი გახდა ნინი, რომ ჰერცეპტინის დაფინანსებისთვის გვებრძოლა. დავიწყეთ კამპანია სამიზნე სიცოცხლისთვის, იმიტომ რომ თარგეტულ მედიკამენტს ეხებოდა და
ზუსტად ერთი კამპანიის დაწყებიდან ერთ წელიწადში ფაქტობრივად ბევრი სკეპტიკოსი ყავდა იმ ეტაპზე, ცნობილი ექიმებიც კი ამბობდნენ, რომ ნუ რატომ თვლი, რომ რაღაცა პაციენტებს შეგიძლიათ, რომ სახელმწიფო სამხელოდ დაფინანსება გამოაყოფინოთ და რეალურად მივიღეთ ჰერცეპტინის დაფინანსება, რითიც უამრავი ქალბატონი გადარჩა და ძალიან ბედნიერია ის ქალბატონის და მისი გარემოცვაც. მერე იყო რეგიონებში, ან თბილისის პროგრამა სრულყოფილად ფარავდა მას პაციენტების საჭიროებას და რეალურად რეგიონებში მაცხოვრებელი თუ თბილისში არ იყო ჩაწერილი ან აჭარაში ძალიან უჭირდათ პაციენტებს. იყო მერე ეს ზუსტად განმასხვავებ კამპანია და რეალურად მივაღწიეთ იმას, რომ ჯანდაცვის პროგრამაც მიესადაგებოდა უკვე თბილისის მერიის პროგრამას და შემდეგ გაჩნდა საჭიროება, რომ სხვა პაციენტებმა რა დააშავეს ამ მხოლოდ ჰერდადებითი მზუდის კიბოს პაციენტებისთვის, რატომ უნდა ყოფილიყო მკურნალობა ხელმისაწვდომი და სხვებმა რა დაგვიშავეს, ხო? და უკვე როდესაც ეს მოთხოვნა გაგვიჩნდა, რომ ყველასთვის ყოფილიყო თანაბარი ხელმისაწვდომობა და უწყვეტი ზრუნვა, იმიტომ რომ აი სწორედ უწყვეტ ზრუნვაზე არის დამოკიდებული პაციენტის გამაჯამრთელება, აი აქ ისევ გითხრეს, რომ თქვენ ხართ მხოლოდ მზუდის კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია და არანაირი უფლება არ გაქვთ, გადაიჭრევით სხვა თემებშიც. სხვა დიაგნოზების სხვა მიმართულებითაც კი და მაშინ გაჩნდა კავკასიის ონკოსაზოგადოება HOPE, რომელიც სწორედ თავის ფრთის ქვეშ აერთიანებს ყველა პაციენტს, ყველა ონკოპაციენტს და ყველა მიმართულებას და თანაც კიდევ რატომ კავკასიის, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ძალიან ისეთი მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს აზერბაიჯანთანაც და გვყავს პაციენტთა ორგანიზაციები იქაც და რა თქმა უნდა სომხეთთანაც. რა კუთხით ეხმარებით აქ მოსულ დიაგნოსტირებულ პაციენტებს? აქ ანუ ვარდისფერ სივრცეში ვარდისფერი სივრცე, ანუ მთელი 6 წლის განმავლობაში, სანამ ვარდისფერი სივრცე გაჩნდებოდა, პაციენტებს ხვდებოდი ქიმიოთერაპიის კაბინეტში, პალატაში, ქუჩაში, კაფეში და აი ამ სივრცის საჭიროება დადგა სწორედ მაშინ და რეალურად ესეც საამაყოა, რომ ასეთ რაღაც მიღწევა გვაქვს, იმიტომ რომ უნიკალური და ერთადერთი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სივრცე არის ზრდასრული ონკოპაციენტებისთვის. არა მხოლოდ საქართველოში ეს არის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც და ევროპადონას ქვეყნებშიც კი ნელ-ნელა დაიწყო ევროპადონას სახლების გახსნა სხვადასხვა ქვეყანამდე. ეს იმდენად საამაყო და იმდენად, რა ვიცი, ასე სასიხარულო ამბავია, რომ რაღაცნაირად ესეთი მოდელი ვართ, როგორ სწორად და კარგად წარმართოთ ხო პაციენტებთან მუშაობა და რაც შეეხება იმ ფსიქოსოციალურ ასპექტებს და ზოგადად რა ჯადოქრობა ტრიალებს ვარდისფერ სივრცეში, აუცილებლად მინდა რომ ხათუნა HOPE-ის პრეზიდენტმა ხათუნა ჭინჭარაშვილმა ისაუბროს ამ ყველაფერზე. ხათუნა, თქვენ ბრძანდებით ონკოსაზოგადოება HOPE-ის პრეზიდენტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ მზუდუტკიბოთ პაციენტებს, არამედ ყველა სხვა დიაგნოზით პაციენტებს. მე მინდა გავიხსენოთ ის, რომ აი როგორ მოხვედი აქამდე. მე ვიცი, რომ თქვენი ცოდნა ძალიან მინიმალური იყო ონკოლოგიაში და დღეს უკვე იმდენად ღრმად ხართ, ესე ვთქვათ, გათვითცნობიერებული და პროფესიონალი ხართ, რომ ევროპული სერტიფიკატიც კი გაქვთ. მარიამ, ამ გზის გახსენება მე მართლა ძალიან მიყვარს ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ისეთი გზა არის, რომელსაც ცოტათი სიამაყეც მოაქვს იმ განსაკუთრებულ, რა თქმა უნდა, სიძნელებთან ერთად, რაც ამ გზაზე იყო. და კი, ნამდვილად ასე, ჩემი ისტორია ალბათ იწყება იმით, რომ საერთოდ ჩემი დიაგნოზი კარცინომა დავგუგლე, იმდენად წარმოდგენა კი არ მქონდა რას ნიშნავდა. მეილზე მიღებული დიაგნოზი იყო და 2 წამში გავიგე ყველაფერი, როგორც Google-ს ჩვევია თავის შლეიფით მოაყოლა ყველაფერი თავის პროგნოზებიანად და ყველაფრიანად და ეს იყო მართლა პირველი ალბათ შემხებლობა კიბოს დიაგნოზთან და აქედან დაიწყო არა მარტო ის, რომ ეს იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. დაიწყო ის, რომ ეს ეხებოდა აბსოლუტურად ყველაფერს, აბსოლუტურად ყველა იმ სოციალურ როლს, რომელშიც მე ვიყავი, ხო? ეს შეეხო ჩემს დედობას, შვილობას, პროფესიას, როგორც მეგობარს და ყველაფერს აბსოლუტურად. ამიტომაც არის რომ იმასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დიაგნოზის დროს და ამაზე არავინ არ ვდავობთ, ეს არის სამედიცინო ჩარევები და მკურნალობა მაღალი ხარისხის, ხო? აქვე აუცილებლად მნიშვნელოვანია იმ მედეგობის გაზრდა, რაც დამეხმარება, რომ რაღაცნაირად ვიყო, აი უბრალოდ ვიცხოვრო დიაგნოზთან ერთად. და ეს არ იყოს როგორც წესი
ხდება ხოლმე რომ ჩვენ გადავდებთ რაღაცას ჩვენ ცხოვრებას და ველოდებით რომ ის რაღაცნაირად გავიკურნო ამ დიაგნოზიდან და მერე ვიცხოვრო. მნიშვნელოვანი რაც არის ალბათ და რაც შეიძლება ითქვას რომ უნივერსალურია, ის არის რომ არ გადავდოთ ჩვენი ცხოვრება და დავაპაუზოთ და არ ვთქვათ რომ აი განვიკურნები და მერე ვიცხოვრებ. და პირდაპირ პარალელებს გავაკეთებ ამ სივრცესთან მიმართებაში. ონკოდიაგნოზი გულისხმობს ძალიან ბევრ გამოსავლებს, ხო შეიძლება იყოს, მაგალითად გავიმარჯვე ონკოლოგიაზე, ხო, ეს გვიხარია, რაღაცა გართულდა, ეს რაღაცა საწყენია. ანუ თავად ონკოლოგია მოიცავს ძალიან ბევრ გამოვლინებებს. ეს სივრცე იტევს ყველაფერს. ეს სივრცე იტევს გამარჯვების სიხარულსაც, მაგალითად მკურნალობის დროს გამოწვეული რაღაცა ტკივილების დატევასაც და რეციდივებსაც და იმ გამოსავლებსაც, რომელიც მძიმეა. ამიტომ ამ სივრცის ფუნქცია ძალიან მრავალმნიშვნელოვანია, ხო? მან უნდა შეძლოს და ყველა ეს მომენტი, რაც ონკოლოგიური დიაგნოზს ახლავს, დაიტიოს. გარკვეულწილად არ არსებობს ონკოპაციენტი, მე არ შემოხვედრებს, სადაც მარტოობის განცდა არ აქვს, იმიტომ რომ რეალურად დგება იმოცემულობის წინაშე, რომ მისი ხედვა სამყაროსი რაღაცნაირად შეიცვალა. ანუ ონკოდიაგნოზი არ არის მარტო ინფორმაცია, ხო? ექიმი რო გეტყვის, რომ კიბო გაქვს, ეს არ არის მხოლოდ ინფორმაცია. ეს აბსოლუტურად ცვლის შენს ვთქვათ მომავალ გეგმებს, ეხება ყველა შენ სოციალურ როლს. შენ აღარ იცი, ვთქვათ, როგორი პროფესიონალი იქნები, როგორი დედა იქნები, ყველაფერი იმსხვრევა, ინგრევა, ტრიალდება სამყარო და რეალურად შენ აი ამ დროს ბუნებრივია მთელი არმიაც რო ყავდეს გვერდით, ეს მარტოობის განცდა გაქვს. და ყველაზე მთავარი რა არის, როცა ხშირად ამბობენ ამ სივრცეში გოგოები, როდესაც მე მეუბნებიან, რომ მე მესმის შენ იმ აბრაზებს, იმიტომ რომ ვისაც ეს გამოსტილი არ აქვს, ნდობა არ გაქვს, რომ ადამიანს რომელსაც ეს გამოცდილება არ აქვს, ეს მოდეს შენი და მართლაც პირველ რიგში ვამბობ, რომ ამ სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ ადამიანი როცა გეუბნება, რომ მე მესმის შენი, მას აქვს უფლება რომ ეს გითხრას, იმიტომ რომ მას ეს საკუთარ კანზე აქვს გადატანილი და ასევე გამოცდილება დაგროვდა უკვე ძალიან დიდი გამოცდილება, აი ეს კედლები ისმენს ძალიან ბევრ ისტორიებს, ცოცხალ ისტორიებს ადამიანების, იმ ტკივილებს ისმენს, რომელიც შეიძლება ვერ გააზიარო, ვერ თქვა ვერც დედასთან, ვერც მეუღლესთან, ვერც შვილთან, იმიტომ რომ იქ მნიშვნელოვანი რაღაცები, რომ ერთის მხრივ სიმძიმეა, მეორეს მხრივ არ გინდა რომ შენ ძვირფას ადამიანებს ეს სიმძიმე გადასდო. მესამეს მხრივ თვითონ გარემოცვას არ აქვს უნარი ამის დაჭერის. აი ამას მე ტყუილად ბევრჯერ ვახსენე ეს სიტყვა. ეს არის გარკვეულწილად სივრცე, რომელიც იჭერს, იტევს და უძლებს. ეს კედლები მაგალითად ჯგუფური თერაპიის დროს იტევს შეიძლება გამარჯვებასაც კიბოზე და ჩვენ ბოლო ზარს ვეძახით ხოლმე ქიმიებს, რომ მოურჩებით, ხო? ასევე რეციდივების სიმძიმესაც. ეს კედლები იტევს იმას, რომ შეიძლება გამოჯამრთელებული იყო და წლები იყოს უკვე გასული შენი გამოჯამრთელებიდან, მაგრამ რეციდივის შიში არსებობდეს ისეთი, რომელიც შენს ფსიქიკას უსიფხიზლის მდგომარეობაში აგდებდეს, აყენებდეს და ეს ემოციურად გფიტავდეს და შენ შეიძლება პრაქტიკულად ჯამრთელი ხარ, არაფერი აღარ აქჭირს და ამ დროს საშინელი დაღლილობის გრძნობას ატარებ. ხათუნა, მე მინდა კითხოთ, რომ აი რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც გრძნობს თავს მარტო, ჩაკეტილად, ვერ უზიარებს საკუთარ დიაგნოზს, საკუთარ ემოციებს და გრძნობებს ხვებს. ნუ დარჩებით მარტო. როგორც მაგალითად კიბოს დიაგნოზს წახვედით ექიმთან, ასევე არსებობენ ადამიანები, ვინც უბრალოდ თქვენს გვერდით იქნებიან და უამრავ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ. ჩვენ არ ვუკარგავთ მნიშვნელობას და სირთულეს კიბოს, ოღონდ ამასთან ერთად ვაჩენთ ძალიან ბევრ რესურსებს, რომელიც დაგვეხმარება მასთან გამკლავებაში და ამას გთავაზობთ მთელი გულით. ნინო, მე ვიცი და მაქვს პატივი ვიცოდე თქვენი ისტორია, ზოგადად თქვენი ცხოვრების შესახებ. და მე ვიცი ესეთი ფაქტი, რომ თავიდან იყო გარკვეული შებოჭილობა თქვენი, ესე ვთქვათ, ისტორიის გაცხადების შესახებ. ძალიან დიდი ძალა სჭირდება, რომ ადამიანმა გარეთ გამოიტანო ეს შენი პირადი ისტორია და ემოციები. მე ვიცი, რომ ეს თქვენი გზის დასაწყისშიც იყო. მე არ მინდოდა ვიღაცას შემოეხადა და ეთქვა და ან თვალებში დამენახა, რომ მე ვიყავი ცოდო და მოგეხსენებათ საზოგადოებას ესეთი დამოკიდებულება დღემდე აქვს. დღემდე არის სტერეოტიპი, რომ კიბო რო გაქვს, ესე იგი დასრულდა აქ შენი ცხოვრება და რეალურად ასე არ ხდება და
მე ჩემაშვილმა მითხრა სხვათა შორის და მადლობა მინდა ამისთვის გადაუხადო, რომ იცი რა, შენ ეხა რომ ისაუბრებ ამ თემაზეო, შენ იქნები ძალიან ბევრი ადამიანის მაგალითი და მათთვის იქნები იმედის სხივიო და ამან გადამოწყვეტინა, ავიღე მაშინვე ტელეფონი, დაურეკე ანას და უთხარი, რომ ანა თანახმავარ მე, რომ ამ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა, თუმცა მაინც გამიჭირდა. ამ გზის განმავლობაში, რომელიც მოგვიყევით, იმდენად გაძლიერდით, რომ ეხლა ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით ხართ ევროპა დონას საყრდენი, ესე ვთქვათ. ჩვენ ახლა გვაქვს წარდგენილი პეტიცია, რომლის მთავარი მიზანიც არის ის, რომ ის კვლევები, რომელიც ფაქტობრივად გამოჯამრთელებულ პაციენტს ჭირდება, მაგალითად, როცა დაამთავრებს სხიურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას, სხიურ თერაპიას და აი შემდგომ პროფილაქტიკური კვლევების ნაწილს, რაც განეკუთვნება, ჩვენ გვიწევს 3 თვეში და 6 თვეში ერთხელ გარკვეული კვლევების ჩატარება და საკმაოდ ძვირად ღირებული ახლა კატე კვლევა იქნება თუ MRT კვლევა იქნება, რასაც ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ამის გადახდა ჩვენ თვითონ გვიწევს. ქონია შემთხვევები, როდესაც ჩვენ თვითონ ჩვენი ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებული გოგოები ერთმანეთს ვეხმარებით, ჩვენს მეგობრებს ვთხოვთ დახმარებას, რომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ და ის ძირითადი კვლევა, რაც მნიშვნელოვანი არის, არ ჩაუვარდეს ჩვენს ერთს. რაც ისი გადახდაც ჩვენ გვიწევს და ის სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი ეს პეტიცია, რომ ყველა ადამიანს ონკოპაციენტი არ არის ისეთი პაციენტი, რომ მაგალითად ადამიანს ქონდა გარკვეული დაავადება, გრიპი, იმკურნალა და დასრულდა. ეს ამასთან ერთად ცხოვრობთ ჩვენ და ჩვენ გვჭირდება იმაზე მეტი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, ვიდრე დღესდღეობით არსებობს. ჩვენ ვართ ონკოპაციენტები და ჩვენც ისე როგორც საზოგადოების სხვა წევრებს სიცოცხლის უფლება ნამდვილად გაგვაჩნია. ნინო, მე როგორც ექიმი ერთ საჭიროებას გავუსვამ ხაზ, ვიცი რომ ამ მიმართულებითაც გაკეთებ ელოდებით პასუხს, უბრალოდ აი ბოლო ეტაპი გაქვთ და აქვე ვიტყვი ამ საჭიროების შესახებ და შემდეგ უკვე თქვენ გააგრძელებთ ამბულატორიული დიაგნოსტიკა, გულისხმობ დიაგნოზამდე გამოკვლევები, როგორც არის ბიოფსია, იმუნოჰისტოქიმია და ასე შემდეგ გამოკვლევები, რომლებიც არ ფინანსდება და რომლის დაფინანსების საჭიროება საშიშროხოდ მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი ეტაპის კვლევები, რომლის დაფინანსებასაც ელოდებით, როგორც ვიცი, ამ მიმართულებითაც გვექნება ხო მხარდაჭერა? თავისთავად ცხადია ეს პეტიცია ამასაც მოიცავს, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა ისეთი, რომ ყველა 40 წლის ასაკს მიღწეულ ადამიანს შეუძლია ქალბატონს მივიდეს და ჩაიტაროს უფასო სკრინინგი, მაგრამ სკრინინგის იქით, როდესაც საეჭვო წარმონაქმნები ფიქსირდება, შემდგომ ეს საჭიროებს კვლევას და სწორედ ეს კვლევები არის ძალიან ძვირად ღირებული და ბევრი ანებებს თავს ამას, იმიტომ რომ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც მე ვფიქრობ ონკოპაციენტების რაოდენობასაც საკმაოდ შეამცირებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი და დასმული დიაგნოზი საფუძველია იმისა, რომ პაციენტი სრულად გამოჯამრთელდეს. სხვათა შორის ნინასთან საუბრის დროს ვამბობდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოსტირებამდე გამოკვლევებს და მე ვიცი, რომ ჯგუფში იკითხე, რომ აი სტადია რამდენ ხანში იცვლება, ანუ თავს იკავებდი გარკვეული პრობლემების გამო. მე ვიყავი მომენტში უმუშევარი, ჩემთვის ძალიან რთული იყო მთელი რიგი ეს კვლევები, რომლებიც აუცილებელია და საჭიროა და გულისხმობ სკრინინგის შემდგომ გამოკვლევებს. სკრინინგის შემდგომი კი სამწუხაროდ ძალიან იწელებოდა ჩემთვის დროში ამ ყველაფრის ოპერატიულად გაკეთება. რთული გზა უნდა გამევლო, რომელიც არ ვიცოდი სად იწყებოდა, რას გავივლიდი და რითი დამთავრდებოდა. მე ალბათ მენტალურად ამას ვერ გავუძლებდი მენტალურად იმ დაავადების ტარებას, ნახეთ, რომელიც მიცვლიდა ცხოვრებას, მიცვლიდა გარეგნობას, მიცვლიდა ურთიერთობებს, მიცვლიდა აბსოლუტურად ყველაფერს, ხომ ცხოვრების ხარისხს. და ორგანიზაციის გოგოებმა განაპირობეს ის, რომ შემოვედი და მანახეს, რომ რა გეშინია, აბა შემოგხედე, ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ გვიხარია, ჩვენ ლამაზები ვართ, ჩვენ ერთად ვართ, მარტო არ ხარ და წამოვიდა ისეთი мотиваცია, ისეთი გულწრფელი, ინტიმური, პირადი გამოცდილებები წამოვიდა, რომ აი ამ ყველაფრით შეიარაღებამ რა მიქნა, იცით, რომ მივხვდი, რომ აი
კიბოს მატარებელი კი არ ვიყავი და კიბო კი არ დამემართა. მივხვდი რომ რაღაცას შეეშალა მისამართი და სრული მზაობა გამოვთქვი რომ მეთქი ახლა მე შენ ჭკუა უნდა გასწავლო. აი მართლა ყველანაირი უზრუნველყოფა მქონდა იმისთვის როგორც პაციენტს რომ ცხოვრების ხარისხი დაცემულიყო კი არა. აბსოლუტურად ჩართული ვიყავი ისეთ საერთაშორისო პროექტებში. მივხვდი რომ ჩემი ხმა იყო მნიშვნელოვანი როგორც პაციენტის, იმიტომ რომ შემეძლო ეს ხმა მიმეწვდინა სხვა პაციენტებისთვის. რა დროს კიბოზე გაბრაზება, ჩვენ ზუსტად მაგას ვაკეთებთ, რომ როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ცხოვრება ამ დიაგნოზის მერე. იმიტომ რომ დიაგნოზი არ ნიშნავს დასასრულს. პირიქით, დიაგნოზი შეიძლება გამოძახილიც კი იყოს იმის, რომ აბა მზად ხარ ახალი დასაწყისისთვის. მეგი უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებია. რასაც აკეთებ და რასაც ამომავლად ვიცი რომ არ დაიღლები და გააგრძელებ.